მართლში სარჩელი მოუგო მარეგულირებელ კომისიას და გადაწყვეტილების ძალაში შესვლას ელოდება. ტელეკომპანია ობიექტივი 2001 წელს შეიქმნა. 499 ლიცენზია მოიპოვა და 35 ახზე მაუწყებლობდა. ძირითადად ფილმებს უშვებდა. მისი 100%-იანი მოწილე ქეთევან ასათიანი იყო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისი წარმომადგენელი საქართველოში და ტელევიზიის ტექნიკური დირექტორი მიშა აგლაძე დაიბარეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და დაელაპარაკნენ. 2004 წელს რევოლუციის შემდეგ დიმიტრი ქიტოშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე პირდაპირ მითხრა, თქვენ ტელეკომპანიას ექნება პრობლემები. რო ვკითხე რა პრობლემები, შეიძლება თქვენ ლიცენზია ჩამოგართვათ. მიზეზი არ დაასახელა, როგორც წესი, მაგ დროს არავინ არ გისახელებს მიზეზს. დამიკავშირდა კაკაურიძე და მითხრა, რომ მე მსურს თქვენი ლიცენზიის, თქვენი მეწილე გავხდე. და თქვენ ყველა პრობლემები მოგეხსნებათ, თუ თქვენ დაგვითმობთ 50%. ხელშეკრულება ნოტარიუს გინტურის ოფისში გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ვინმე დავით კაკაურიძე 50% საფასურად 10,000 ლარს გადაიხდიდა, ხოლო ყოველწლიურად ლიცენზიის გადასახადს 4,000 ლარს კომისიაში შეიტანდა. შემდეგ 2 კვირის თავზე ისევ მერეკავს და მეუბნება დავით კაკაურიძე და მეუბნება, რომ იცით რა, რაღაც არ გვაწყობსო 50%-ია. კიდევ 1% გადამფორმდესო ჩვენსა. მაშინ ჩვენ შევასრულებთ ყველა დაპირებას. კეთილი, ისევ გინტურთან ხდება 1%-ის გადაფორმება. ანუ ამის შემდეგ დავით კაკაურიძე ფლობს ტელეკომპანია ობიექტივის 51%, ქეთევან ასათიანი ფლობს 59%. ჩვენ დავინტერესდით დავით კაკაურიძის ვინაობით. ის პროფესიით სტომატოლოგია. მისამართის მიხედვით ვნახეთ, რომ ნუსუბიძის მე-4 მიკრორაიონის 31 კორპუსში მე-40 ბინაში ცხოვრობს. აღმოჩნდა, რომ ის დიმიტრი ქიტოშვილის კარის მეზობელია და ბავშვების მეგობარი, რომელიც ამავე კორპუსის ამავე სადარბაზოში გაიზარდა და ცხოვრობდა 2004 წლამდე. კაკაურიძემ არაფერი არ გადაიხადა საერთოდ და ამიტომ 2007 წელს ჩვენ შევიტანეთ ქალაქ თბილისის სასამართლოში სარჩელი, რომელშიც მოვსთხოვეთ ამ წელის დაბრუნება. სარჩელი მიღებულია წარმოებაში და მიმდინარეობს მისი განხილვა. ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა 2007 წლის სექტემბერში დაიწყო. ამავე საკითხზე დიმიტრი ქიტოშვილსაც ასამართლებენ. მან აღიარა, რომ წილი გამოსძალა კომპანია ჯეოსელის ერთ-ერთ მესაკუთრეს. ეს მოვლენები ქართულ მასმედიაშიც ცვლილებების მიზეზი ხდება. ესე იგი, მაგ დროს კაკაურიძემ სასწრაფოდ აჩუქა ნოდარ ჭარხალაშვილს თავისი კუთვნილი 51%. 2007 წლის 13 სექტემბერს, როდესაც კაკაურიძემ ჭარხალაშვილს ჩუქებით გადასცა თავისი კუთვნილი წილი, ამ სახით ქონების გადაცემა იყო უკანონო, იმიტომ რომ წესდებით მაშინ მოქმედი წესდების თანახმად ამისაც საუძლებელი იყო 60%-ის მქონე პარტნიორის გადაწყვეტილება. ანუ შესაბამისად იმ დროისათვის კაკაურიძე იყო 51% წილის მფლობელი, ხოლო ქალბატონი ასათიანი იყო 49% წილის მფლობელი. ამიტომ 51 წილის პროცენტის მფლობელი ვერ გადასცემდა მხოლოდ თავისი ნების საფუძველზე ამ წილს ჩუქების სახით ვერ არის. და შესაბამისად ეს უნდა ყოფილიყო, ეს არ არის კანონიერი გადაწყვეტილება. ჭარხალაშვილი გაასხვისა, ანუ მიყიდა იმ კვირიკაშვილს აი ეს წილი. როდესაც კვირიკაშვილმა კომისიას თხოვა უკან დაებრუნებინათ მისი სიხშირე, ამ პერიოდში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა 2004 წელს დაწყებული დავა კაკაურიძესა და ასათიანს შორის წილის უკან დაბრუნებაზე. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ასათიანის წარმომადგენელმა აგლაძეს ლიცენზიის დაყადაღება მოითხოვა, მაგრამ სასამართლოსგან უარი მიიღო. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ ეტაპზე უკვე მარეგულებელ კომისიაში წარმოება მიდიოდა ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით და
სწორედ 21 მარტს უკვე მიღებული იქნა ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და რატომ არ მიიჩნია სასამართლომ ეს რეალურ გარემოებად და რეალურ ფაქტობრივ გარემოებად, რომელიც შემდგომში ამ ყველაფერს საფრთხეს შეუქმნიდა, ამასთან დაკავშირებით დამატებით ვერაფერს მოგახსენებთ. მოსამართლის ვარაუდი, რომ სიხშირეს არაფერი ემუქრება, არ გამართლდა. ვიდეო ობიექტივი წართმეული წლის დასაბრუნებლად სასამართლოში იბრძვის, მის სიხშირეს 3 წლის შემდეგ უკვე ოფიციალურად ტელეკომპანია ალანია დაეპატრონა. კაკაურიძემ ჭარხალაშვილს, ჭარხალაშვილმა კვირიკაშვილს, კვირიკაშვილმა სახელმწიფოს. რატომ დაუბრუნდა ძვრადღირებული ლიცენზია ტელევიზიის მფლობელმა თავისი ნებით სახელმწიფოს? ამ ფაქტს მიშა აგლაძე ასახსნის. ვინ მაუწყებლობდა 2004 წლიდან ჩვენ რომ გავასხვისებთ ეს წილები და დღეს ვინ მაუწყებლობს? ტელეკომპანია ალანია მაუწყებლობს 35 დეციმეტრულ არხს. ინოვაციური ტელევიზია, რომლის 25% დავით კაკაურიძეზე 2004 წელს გადაფორმდა იბერია იყო. ტელეკომპანიაში სპეცსანიშნულების რაზმი შეიჭრა და მაუწყებლობა შეაჩერა. გაგვაგებინეს რომ შევიდნენ ტელეკომპანია იბერიაში. თქვენ გვინდა შევიდეთ დეპუტატები ვართ და დგანან ნიღბიანები, რომლებიც არ გვიშვებენ, მათ აქვთ თურმე ბრძანება, რომ არავინ არ შეუშვა. რას ეძებენ და იცით რას ეძებენ? უფი რომელიღაცა უმარყო სიგარი. ამისა ეს არის ზეწოლად თავისუფალ ბიზნესზე. იმ ბიზნესზე, რომელიც როგორც ჩანს, მათი სახურავის ქვეშ არ არის. იბერიას მფლობელს ზაზა ოქუაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ საქართველოში მოქმედი ყველა ბიზნესი გაუჩერა და სისხლის სამართლის საქმე აღუძრა. ხოლო შემდეგ პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა. ტელეკომპანია იბერიამ კი მაუწყებლობა შეწყვიტა. რის გამოც კომუნიკაციების კომისიამ ლიცენზია ჩამოართვა. ტელეკომპანია ალანია 2005 წლიდან მაუწყებლობს ეთერში. ოღონდ ისე რომ მას როგორც ტელეკომპანიას არც ორგანიზაციული ფორმა ჰქონდა და არც მაუწყებლობის ლიცენზია. ტელეკომპანია ალანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადიოდა ლიცენზიის გარეშე, მაუწყებლობდა ლიცენზიის გარეშე, მას უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის დამკისრებელი სუბიექტი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არის მარეგულირებელი კომისია, რომელსაც ევალუება მონიტორინგი მაუწყებლობის სფეროში. ტელეკომპანია ალანიას ეთერში გაშვებიდან 2 წლის შემდეგ 2007 წლის 14 დეკემბერს ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა კომისიას კითხვით მიმართა, თუ რომელ სიხშირეზე გადიოდა ტელეკომპანია ალანია. კომისიის თავმჯდომარე გიორგი არველაძე მას უპასუხა, რომ კომისიისათვის უცნობია ამგვარი ტელეკომპანიის არსებობა. თუმცა არც ამ წერილის შემდეგ ჩაატარა მონიტორინგი კომისიამ, მაუწყებლობდა თუ არა ალანია ულიცენზიოდ. ამ ტელევიზიას ბევრად უფრო ადრე კარგად იცნობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2007 წლის 23 თებერვალს არველაძის პასუხზე 10 თვით ადრე საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საღამოობით ალანიას გადაცემებს უყურებს ხოლმე. პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველა არხზე. არის ესეთი ტელევიზია ალანია, მე უყურებ ხოლმე საღამოობით. არის ესეთი და ყველაზე უყურებს ცხინვალის მოსახლეობის 95%. ეს ვიცით ყველანაირი გამოკითხვებით. და ყველაზე პოპულარულია მუსიკალური შოუ, ქვია მაშა იგოშა. და იქ აჩვენა მუსიკალურ კლიპებს, იქ საღამოობით რეკავს მოვისმინე ერთხელ დარეკაც ცხინვალობა. ალანია როგორც შეპესე 2007 წლის ივლისში დაფუძნდა, ანუ პრეზიდენტის განცხადებიდან 7 თვის შემდეგ. ხოლო უფლება მაუწყებლობის შესახებ მან მოიპოვა 2008 წლის 16 მაისს, ანუ მაუწყებლობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ. მანამდე ის უკანონო საქმიანობას ეწეოდა 3 წლის მანძილზე. ამჩნევდა მთელი საქართველო, მათ შორის პრეზიდენტი, მაგრამ ვერ ამჩნევდა კომისია. ტელეკომპანია ალანია 2007 წლიდან გაზეთ ტევ პროგრამაში მთელი კვირის პროგრამებსაც აქვეყნებდა, მაგრამ ის მაინც უჩინარი იყო მარეგულირებელი კომისიის წევრებისთვის. სტუდია მონიტორის კითხვაზე ჩაატარა თუ არა მონიტორინგის შესაბამისმა სამსახურმა, მათ გვიპასუხეს, რომ მონიტორინგის სამსახურის წინაშე არ დასმულა ამოცანა ტელეკომპანია ალანიას სატელევიზიო სიგნალების შემოწმების თაობაზე. აქედან გამომდინარე, არანაირი ინფორმაცია ამის თაობაზე მონაცემთა ბაზაში არ არის დაცული. ტელეკომპანია ალანიას დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი რუსთავიორის ყოფილი ოპერატორი მამუკა თათოშვილია, შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანასოფლელია. და რა თქმა უნდა, მათ უნდა გადაემოწმებინათ, ესე ჩაეტარებინათ ამის მონიტორინგი, მაგრამ რატო არ განახორციელეს, ეს კი მათი პასუხისმგებლობის საკითხია. ანუ ისინი ვალდებული არიან აბსოლუტურად გააკონტროლონ ყველაფერი, რაც ეხება მაუწყებლობას. დღეს მარეგულირებელი კომისიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები ტელეკომპანია ალანიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თავიდან იცილებენ. კახი ყურაშვილი მამუკა ღლონთან საუბარში აცხადებს. ანუ ალანია